მოგესალმებით შუადღე მშვიდობის. მოგესალმებით შუადღე მშვიდობის. დღეს ამ წუთებში მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში საბასკვიტარძის პროცესი 12 საათზე დაიწყო და გადაცემის მიმდინარეობის დროს თუ რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება ან ჩართვით ან ისე მოგაწვით თუ რამე მნიშვნელოვანი მოხდება ამ სასამართლოს, თუმცა არავის მოულდინი არ გვაქვს რომ რაიმე ტიპის სასიკეთო ცვლილება სასამართლოსთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე. დღეს არის მე-17 დღე რაც მზია ამაღლობელი საპყრობილეში შიმშილობს. პირველ რიგში ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო კიდევ ერთხელ ქალბატონ მზიას. ძალიან რთულია ამ თემაზე საუბარი ზოგადად ადამიანის, რომელიც გარეთ იმყოფება და თუ რისი გადატანა უწევს ამ ადამიანს საპყრობილეში, გუშინაც ჰქონდა ამაზე საუბარი, თუმცა დღეს გვინდა ვისაუბროთ იმაზე თუ რა სამედიცინო და ჯანმრთელობისათვის დამაზიანებელი პროცესები შეიძლება მოხდეს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ 17 დღე უკვე აღარ არის ის რიცხვი, რაც პირველი სტადია არის. შემთხვევით ძალიან დიდი ხანია უკვე მზია ამაღლობელი შიმშილობს და კი ჩვენ რაღაც ინფორმაციით, თუმცა ესეც დადასტურებულად ძალიან რთულია რაღაცის თქმა. ერთადერთი რაც ვიცით რომ ის მოინახულეს და ესე ერთი თვალის შეხედვით გარდა წონის კლებისა მას ესე არაფერი არ ეტყობა, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიტყვი დაზუსტებით, იმიტომ რომ 17 დღე ძალიან დიდი ვადაა, როგორც თქვი და ორგანიზმში შეიძლება ისეთი პროცესები მიმდინარეობდეს, რაზეც ინფორმაცია ფიზიკურად არ გაგვაჩნია ეხა, მაგრამ ძალიან საფრთხილო არის, ყოველი წამი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქ შეიძლება პროცესები ისეთი დაიწყოს, რომლის შემოტრიალებაც შეიძლება პრაქტიკულად შეუძლებელიც იყოს თუ ფატალური არა, ამიტომ არ ვიცი, ძალიან რთულია ამ თემაზე საუბარი ზოგადად. ხო, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ძალიან ბევრი კითხვები აქვს საზოგადოებასაც, ასევე ექიმებს აქვთ ბევრი შეკითხვები, იმიტომ რომ ის რომ პასუხი არის, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ეს პასუხი არ არის ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ წარმოუდგენელია 17 დღის განმავლობაში ადამიანი მხოლოდ წყალს იღებდეს და მისი მდგომარეობა იყოს დამაკმაყოფილებელი, იმიტომ რომ ფიზიოლოგიურად ადამიანის ორგანიზმში ძალიან სერიოზული ცვლილებებია, რომელიც სამწუხაროდ შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებამდე მივიდეს. ამიტომ ის პასუხი, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არის, ეს არ არის ჩვენთვის საზოგადოებისთვის დამაკმაყოფილებელი და ჩვენ რაღაცნაირად შევეცდებით, რომ შევიდეთ ამ პროცესში და იქნებ ვაიძულოთ, არ ვიცი, ხელისუფლება, რომ რაღაცნაირად მეტი ინფორმაცია გამოვიდეს და მეტი დახმარება ჩაუტარდეს ამ ადამიანს. მე დავამატებ ერთსაც, რომ რაღაცნაირად ჩემი ცხოვრება პირადად რაღაცა ერთგვარ მასი ჯოჯოხეთად იქცა, იმიტომ რომ ყოველი დილა იწყება იმით, რომ უნდა წარმოვიდგინოთ თავი ქალბატონი მზიას ადგილას, იმ პატიმრების ადგილას, რომლებიც აბსოლუტურად უმიზეზოდ, უსამართლოდ არიან საპყრობილეში და ძალიან რთულია. აგერ 62 დღე არის უკვე უწყვეტი პროტესტის და რაც დრო გადის, უფრო და უფრო მძიმდება ზოგადად, მე ვფიქრობ, საზოგადოების მდგომარეობა და რაღაცა დროული გადაწყვეტილებები და ნაბიჯები არის აუცილებლად გადასადგმელი. დღეს გადაცემის პირველ ნაწილში ექიმი ენდოკრინოლოგები ყავს სტუმრად, ლაშა უჩავა და ლალი ჯავაშვილი. მოგესალმებით, დიდი მოგესალმებით. პირველ რიგში ალბათ მაყურებელსაც ყველაზე მეტად ეგაინტერესებს, რომ მიმოვიხილოთ, ანუ რას ნიშნავს 17 დღე შიმშილობა, რა გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიაყენოს ამან ორგანიზმს და აი ხო რა ხდება ფიზიოლოგიურად? ერთი შეხედვით არაფერი არ ეტყობა გარდა წონის კლებისა. რა შეიძლება ხდებოდეს ორგანიზმში? ლაშა თავი. მოგესალმებით და ნამდვილად სოლიდარობა ქალბატონ მზია ამაღლობელს და ყველა იმ პატიმარს, რომელიც დღესდღეობით ყავს დამპყრობლებს ციხეებში გამოკეტილი. მოდით ესე დავიწყოთ. ერთ-ერთი აი თქვენც ახსენეთ, რომ რაც აქვს მხოლოდ წონის კლება და სხვა ისეთი გარემოება არა. წონის კლება ერთ-ერთი ძალიან და მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებისთვის და წონის კლება ჩვენ ვიცით, რომ ესე უეცრად არაფრისგან არ ხდება ხოლმე. და ამ წონის კლების პროცესები, რა თქმა უნდა, დამოკიდებული არის მეტაბოლიზმზე, მეტაბოლურ პროცესებზე. შესაბამისად, ეს მეტაბოლიზმის მიმდინარეობა ორგანიზმში უკვე ცხადყოფს იმას, რომ ორგანიზმში მიმდინარეობს გარკვეული პროცესები. ჩვენ ვისაუბროთ ზოგადად შიმშილზე, ვიცით ასევე, რომ შიმშილის რამოდენიმე ტიპი არსებობს, ხო, არის მშრალი შიმშილი, რა დროსაც წყალსაც არ ღებულობს პაციენტი და ამ დროს ბევრად უფრო ადრიანად უნდა მოხდეს ხოლმე გარკვეული ტიპის ჩარევა, სამედიცინო ჩარევას გულისხმობ ამ შემთხვევაში, არსებობს რა თქმა უნდა შიმშილი, რომელსაც ეხლა ქალბატონი მზია მიმართავს და ეს არის მხოლოდ წყლის მიღება და არსებობს ასევე გარკვეული
გარკვეული ტიპის შიმშილი, რა დროსაც ღებულობენ ენტერალურ საკვებს, ანუ გარკვეულ პროტეინებს ან დანამატებს და არ მიიღებენ, ესე ვთქვათ, საკვებ პროდუქტებს. აქედან გამომდინარე, თითოეული მათგანის მიმდინარეობა ორგანიზმში, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად განსხვავებული. ჩვენ რო ვისაუბრებთ ამ კონკრეტულ შიმშილზე, ხომ, როგორ მიმდინარეობს ფიზიოლოგიურად პროცესები. ნუ პირველი 2-3 დღის განმავლობაში შეიძლება ითქვას, ეს დამოკიდებული არის თან ადამიანის მდგომარეობაზე პირვანდელზე, არის თუ არა რაიმე ტიპის ქრონიკული დაავადებები, რა ტიპის ცხოვრების წესი ქონდა მანამდე და ჩვენ ვიცით რომ მანამდე ის მუდმივად იდგა ასევე აქციებზე, ხო? და შეუძლებელი არის ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრო ამ პირობებში. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ვისაუბროთ, რომ 2-3 დღის განმავლობაში ორგანიზმს აქვს გარკვეული მარაგი იმისათვის, რომ თქვათ რაღაც ენერგიის წყაროდ გამოიყენოს ორგანიზმში დაგროვილი სხვადასხვა ტიპის საკვები ნივთიერებები. აქ საუბარი არის უპირატესად, რა თქმა უნდა, ნახშირწყლებზე. შემდგომში უკვე იწყება ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯვა ორგანიზმში, რასაც მივყავართ იქამდე, რომ არის დაბალი ნახშირწყლები, ცხიმოვანი ქსოვილი იხარჯება როგორც ენერგიის წყარო და ამ დროს გამომუშავდება ორგანიზმში კეტონური სხეულები, ну საზოგადოებისთვის, რომ მარტივად რო ვთქვათ, ეს არის ეგრეთ წოდებული აცეტონი, უხეშად რო ვთქვათ, რომელიც რა თქმა უნდა ინტოქსიკაციას იწვევს ორგანიზმზე. თუ ამას ემატება, ჩვენ არ ვიცით, კიდევ ერთხელ გამომეორდები ზუსტად ის ქრონიკული დაავადებები, მათ შორის შეიძლება შაქრიანი დიაბეტიც, ხო, რომელიც თავის მხრივ ასევე დაკავშირებული არის კეტონური სხეულების დაგროვებასთან ორგანიზმში, ამას შესაძლებელია მოგვცეს, რა თქმა უნდა, სავალალო შედეგები. აქ საუბარი არის დაახლოებით 4-დან 10 დღემდე. 10 დღის შემდგომ უკვე ორგანიზმი სრულად ხარჯავს აი ამ მარაგსაც და უკვე გადადის კუნთოვანი ქსოვილის კარგვაზე, ხარჯვაზე და აქ უკვე ის პროტეინები გამოიყენება ორგანიზმისთვის როგორც ენერგიის წყარო, რაც არის, ესე ვთქვათ, კუნთოვან ქსოვილში. რამაც შეიძლება მეგვიყვანოს ისეთ სავალალო შედეგამდე, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება დამთავრდეს ნამდვილად ფატალურად. ამიტომაც უკვე მე-10 დღიდან უნდა იყოს ხოლმე ესეთ პაციენტებში დაწყებული სამედიცინო სკრინინგი, მაგრამ მე-14 დღიდან ეს ყველა პროტოკოლით მოწოდებული არის, რომ უნდა ხდებოდეს ყოველდღიური მონიტორინგი, მათ შორის 24 საათიანი მონიტორინგი გულის რიტმის, იმიტომ რომ უკვე იწყება ელექტროლიტური დისბალანსი და ამ დროს კალიუმის, ნატრიუმის და მაგნიუმის ცვლა ხშირ შემთხვევაში ირღვევა, რამაც შესაძლებელია მეგვიყვანოს ისეთ არითმიამდე, რასაც მოყვეს გულის გაჩერება. ამიტომაც მნიშვნელოვანი არის 24 საათიანი მონიტორინგი. მე არაფერს ვსაუბრობ იმ, ესე ვთქვათ, დამატებით კვლევებზე, რომელიც ასევე აუცილებელი არის უკვე ლაბორატორიულად ჩატარდეს და ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვქონდა მხოლოდ ის, რომ სახალხო დამცველის აპარატმა და თვითონ სახალხო დამცველმა თუ შეიძლება მას დღესდღეობით ეს ვუწოდოთ, მხოლოდ ვიზუალური, ესე ვთქვათ, არანაირი კომპეტენცია მას არ გააჩნია, არანაირი სამედიცინო განათლება და თქვა, რომ მე მოვინახულე და ის კარგად არის, ნორმალურად არის, რაც ყოველად შეუძლებელი არის ალბათ დამეთანხმებით და საზოგადოებას არ აქვს არანაირი ინფორმაცია სამედიცინო ანკეტის თვალსაზრისით ქალბატონ მზიასთან მიმართებაში. ანუ ჩვენ არ ვიცით რა იმე ტიპის კვლევა ჩაუტარდა თუ არა, რა იმე ტიპის ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა თუ არა. თან ამ დროს ლაბორატორიული კვლევებიც არის ძალიან სპეციფიური და ყველა დაწესებულებას ამის ჩატარება მით უმეტეს საკანში. აი ეს მინდოდა ზუსტად მეკითხა, რომ რაღაცა გარკვეული დღის მერე საჭირო არის მონიტორინგის ჩატარება. აი რამდენად შესაძლებელი არის ეს მონიტორინგი ჩატარდეს ციხის საკანში მაგალითად, საინტერესოა. და ციხის საკანში სისხლის აღება შესაძლებელია, რასაკვირველია, მაგრამ ციხის ტერიტორიას გააჩნია თუ არა იმ ლაბორატორიული მონაცემების შესაძლებლობა, რომელიც აუცილებელია, რომ გაკეთდეს სწრაფი მონიტორინგი, ან თქვა აი გლუკოზის შემოწმება, თუნდაც არტერიული წნევის გაზომვა. იქ ექიმები არიან, მე ვიცნობ მათ და არც თუ ურიგო და საკმაოდ გამოსტილი ექიმები, იმიტომ რომ ციხის სპეციფიკა ისეთია, რომ ხშირად აქვთ მათ შიმშილობასა საქმე და გარკვეული გამოსტილება მათ ამაში უდავოდ გააჩნიათ, მაგრამ ასეთი ხანგრძლივობის შიმშილობა და მით უმეტეს ქალის ორგანიზმს ეხება ეს ყველაფერი, რომელიც უკიდურესად მოუწყვლადი
მაღალია შიმშილობის მიმართ. ანუ განსხვავება არის ქალსა და კაცს შორის. პირველი არის განსხვავება, დიდი განსხვავება. სრულიად წარმოუდგენელია ციხის პირობებში. ამიტომ მე როგორც რიგითი ექიმი და რომელიც არის გარკვეულად გამოცდილი ამ საქმეში და უამრავი მოშიმშილი ადამიანი მის მონიტორინგი ჩამიტარებია დღემდე, ვითხოვ კატეგორიულად და დაუყოვნებლივ მის გადაყვანას თუნდაც პირველ ეტაპზე ციხის ამბულატორიაში. ანუ 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ უკვე დიდი ხანია ეს უნდა იყოს გადაყვანილი. და მე ასევე ვითხოვ ძალიან სწრაფად მის განთავისუფლებას საერთოდ ციხიდან გამოყვანას, იმიტომ რომ ის სავალალო შედეგები, რომელიც მოსალოდნელია თეორიულად და პრაქტიკულადაც პერიოდი იმ შედეგებისა უკვე დაწყებულია, რამოდენიმე დღეა არსებობს გარკვეული თეორიული და პრაქტიკული შანსი იმისა, რომ აი თუნდაც ახსენეს, რომ გული გაჩერდეს. ჰიპოკალემიის გამო. არ ვიცი ჩვენ ამ კალიუმს მას უსხავს, ერთ რაიმე ტიპის ტრანსფუზია მიდის თუ არ მიდის იქ. სულე წარმოუდგენელი რომ ადამიანი ახლა იდგეს ფეხზე, იყოს ყოჩაღად. დიახ, რასაკვირველია, რომ იყოს ფეხზე, იყოს ყოჩაღად, იყოს ადეკვატური ნახველების მიმართ და თან რაღაცა გეგმებზე გუშინ ადვოკატი საუბრობდა, რომ რაღაც გეგმებს აწყობსო სამსახურთან დაკავშირებით. ესეც მეჩვენება რომ უკვე წარმოუდგენელია. მე-10 დღემდე ჯერ კიდევ ეს გარკვეულ შესაძლებელი იქნებოდა ალბათ, მაგრამ დღეს უკვე გუშინ და დღეს წარმოუდგენელია რომ ადამიანს ჰქონდეს ისეთი ცნობიერება 17 დღის შემშლობის ფონზე, რომ მან შეძლოს რაიმე ტიპის გეგმებზე საუბარი. ამიტომ არც ერთი სიტყვა იმისი, რაც აქამდე მოვისმენე, მე მართალი გითხრათ არც. იცით რა, ეხლა იბადება ასეთი შეკითხვა, თუ კი ვთქვათ, მას ეხლა ესაჭიროება და როგორც ამბობთ, რომ მე-17 დღის თავზე ნამდვილად ესაჭიროება და ვთქვათ, გარკვეული პროცედურები თუნდაც ისეთი, როგორიც არის გადასხმა და ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ გვეუბნებიან ის, რომ ნორმალურად გრძნობს თავს, მე ვფიქრობ, რომ მას რომ ჩატარებოდა ჩემის აზრით, მსგავსი ვთქვათ პროცედურები, ამის შესახებ აუცილებლად მგონია რომ გაახმაურებდნენ და იტყოდნენ რომ მას გადაუსხეს, იმიტომ რომ ეს ისეთი მომენტია რომ დარწმუნებული ვარ რომ ამას იტყოდნენ. თუ ეს თავის მართლების მიზნით, ეს ჩემი მოსაზრება. იქიდან გამომდინარე რომ მსგავსი რამ არ მომხდარა, აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მსგავსი პროცედურა არ ჩატარებულა. გარდა ამისა, არ გვაქვს ახლა დღეს ის მდგომარეობა, რომ ქალბატონი მზიასნაირი ვთქვათ, რამოდენიმე ათეული მოშიმშილე ყავდეს. ორი არის კიდევ ვინც 16 კილო ქონდა დაკლებული ნიკოლოზ ბავახიშვილი. რომლებმაც მე დღეს კილოგრამი და 11 დღეზე ელაპარაკი ხალხო თან ქალის ორგანიზმია. ამიტომ აი აქ ვფიქრობ რომ განგაში არის ასატეხი თუ არ მიდის ერთეული პაციენტზე არის საუბარი, რომელზეც უნდა ხდებოდეს მკაცრი მონიტორინგი და ამ მონიტორინგს უნდა აკეთებდეს ჯანდაცვის სამინისტრო. და ჩვენ ვნახეთ გუშინდელი ჯანდაცვის ესე ვთქვათ სამინისტროდან წარმომადგენლის გაქცევა ჟურნალისტებისგან, ხო, რომელსაც საერთოდ ესეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა ყოველ შემთხვევაში, რომ საერთოდ ინფორმაციაც კი არ აქვს, რაიმე ტიპის კვლევა ჩაუტარდა თუ არა ამ პაციენტს და ჯანდაცვის სამინისტროს და ზოგადად ექიმების მოვალეობა შესაბამისად არის რა სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება პაციენტის, ხო? ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველდღიური მონიტორინგი ხდებოდეს, ამიტომაც არის პენიტენციური სამსახური ვალდებული, რომ ყოველდღიურად ხდებოდეს გამოქვეყნება მონაცემების თუ რა მდგომარეობა არის აღნიშნულ პაციენტთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს ხო არ არის რიგითი, ესე ვთქვათ, თან რაღაცა პატიმარი, რომელიც თავისი რაღაც მოსაზრების გამო არის დაკავებული. ეს არის უკანონოდ დაკავებული პატიმარი, არის საზოგადოებრივი ძალიან მაღალი ინტერესი და შესაბამისად მას აქვს კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ვფიქრობ, რომ არის ნამდვილად ესეთი მნიშვნელოვანი მოთხოვნები, რაც უნდა მოხდეს და განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ამ ყველაფერსაც რო თავი დავანებოთ და ეს იყოს უბრალო პატიმარი, რომელიც თუნდაც დანაშაულის გამოიჩნდეს ციხეში, კონსტიტუციით, კონვენციებით, ყველანაირი საერთაშორისო კონვენციით მას აქვს უფლება და სახელმწიფო ვალდებული არის დაიცვას მისი სიცოცხლე, იმიტომ რომ სიცოცხლე ეს არის პირველი და ერთადერთი ამომავალი, ესე ვთქვათ, კონსტიტუციური, უმაღლესი კონსტიტუციური უფლება. შესაბამისად, ეს დღეს რაც ხდება, ხო,
არ ვსაუბრობ იმ დანარჩენ კონსტიტუციურ დარღვევებზე, რაც აქამდე იყო, ხო? აქ საუბარი არის უკვე ყველაზე მნიშვნელოვან უფლებაზე, სიცოცხლის დაკარგვაზე, რომელზეც ასევე არანაირი რეაგირება არ აქვს ეგრეთ წოდებულ მმართველობას დღევანდელი ქვეყნისა. და მე ძალიან მიკვირს და ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა იმ კოლეგას, რომელიც ჩართული არის, თუ ჩართული არის, იმიტომ რომ ესეც არ ვიცით. ამ ყველაფერში, მაგრამ მათი ვალდებულებაც არის დღეს, როგორც ექიმის, რომ ეს ყველაფერი მოთხოვნა და სიცოცხლე პაციენტის იყოს დაცული. ამიტომ მათი მოთხოვნა უნდა იყოს და უნდა ხვდებოდნენ იმას, რომ თუ რაიმე სავალალო მოხდა, აუცილებლად მათ კი სერზე გადაივლის ეს, იმიტომ რომ არავინ მათ ისევე როგორც არც ერთ ადამიანს ამ ქვეყანაში არ დაიცავს და იტყვიან რომ ჩვენ სამედიცინო წარმომადგენლისგან არ გვქონდა დიახ მითითება რომ პაციენტი უნდა გადასულიყო ან ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ ან რომელიმე კლინიკაში და მათ ეს აუცილებლად წერილობით უნდა გააკეთონ და უნდა იცოდნენ რომ ეს მე-17 დღე უკვე არის სავალალო იმისთვის რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელი არის და თუ ამას არ გააკეთებენ მერწმუნონ რომ აუცილებლად მათ კი სერზე გადაივლის ეს ყველაფერი. ქალბატონო, აი ვიცით უბრალოდ ბევრი რამ არ ვიცით იმის შესახებ თუ რა ხდება, არ ვიცით ტრანსფუზიის შესახებ ხდება თუ რა ვიცით ანალიზები, მაგრამ აი იქიდან რო ამოვიდეთ რომ მე-17 დღე არის, რა შეიძლება დღეიდან გაკეთდეს იმისათვის რომ ზეამოღლობილის ჯანმრთელობა ესე მაღალი საფრთხის ქვეშ არ იყოს. აი დღეიდან რა შეიძლება რომ გაკეთდეს? პირველ რიგში გავიმეორებ და ვიტყვი რომ პირველ რიგში აუცილებელია დაუყოვნებლივი გადაყვანა მისში ამბულატორულ პირობებში. ეს არის პირველი ეტაპი მხოლოდ. და 24 საათიანი მონიტორინგი იყო სამედიცინო მონიტორინგი და არა ციხის იქ კამერით ყურება როგორ ფეხზე დგას თუ ზის თუ თქვა წვალარების გამარეობაშია. და რაც თავარია ინფორმაციის გაცემა. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ წარმოუდგენლად მაღალია მოთხოვნა ინფორმაციის მიღების, ხო, დიდი საზოგადოებრივი ინტერესია. ამ დროს არაფერი არ ვიცით. მართლაც რომ რაღაც მოხდეს ახლა ლაშას, ეს ესხები. აი მართლაც რომ რაღაც მოხდეს, რას ფიქრობს ის სამედიცინო პერსონალი, რომელიც უშუალოდ ააგებს პასუხს ამ ყველაფერზე და ამ პაციენტის სიცოცხლეზე ააგებს პასუხს. ნუ თუმად არ აქვთ იმის მოთხოვნება ელემენტარული ან თუნდაც თქვა რაღაცა კონფლიქტში ან შევიდნენ დიალოგში ციხის ადმინისტრაციასთან, რომ გამოიტანონ ეს ინფორმაცია, თუ მათ საერთოდ უშვებენ, ეგეც არ ვიცით, ხო, ანუ რამდენად სამედიცინო პერსონალი ამ წუთში აკვირდება ამ პაციენტს, ამაზეც არ აქვს ჩვენ ინფორმაცია პრაქტიკულად და თუ მათ აქვს თქვა უნარი და წლობა ამ პაციენტთან რაღაცას ხო ნახულობენ, ანუ ელემენტარული ინფორმაცია მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ მათ ხო უნდა გქონდეთ და მაშინ რატო გვიმალავენ ამას ჩვენ? რაშია საქმე? და რა მოყვება ყველაფერ ამას? მე არ ვიცი, ანუ პირველ ეტაპზე დაუყოვნებლივი გადაყვანა ამბულატორიაში და თუ საჭიროა სტაციონარში თავისთავად ხადია რომელიმე კლინიკაში და მე ის ყველა ის ღონისძიება რომელიც საჭიროებს თქვა მონიტორინგს, იმიტომ რომ თუ კი სადმე რაღაცა გადახრა არის და ალბათ უკვე არის, არა ერთი არამედ უამრავი გადახრა, მისი დროული გამოსწორება ციხის კამერაში არის. სულ რომ შეწყვიტოს მან შიმშილობა, მე რეაბილიტაციისთვის ჭირდება მას ცალკე პროცედურები. ფასტინგი არის ძალიან შემდგომი პერიოდი ძალიან რთულია პროცესი და ამისთვისაც აუცილებლად მუდმივი მეთვალყურეობა ჭირდება პაციენტს. ამ ხანგრძლივი შიმშილობის შემდგომ როგორ განახლდება კვება. უბრალოდ ადგე და ჭამა გააგზავნა პექაში დამაზიანებელი არის. რა თქმა უნდა და აქ ჩვენ აი მუდმივად ქრონიკულად მიმდინარე პაციენტებს ვეუბნებით ხოლმე ყოველდღიურ პრაქტიკაში განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს და აი დაახლოებით აი ეს ხანგრძლივი მდგომარეობა სწორედ აი ამ ქრონიკული პაციენტების მდგომარეობას გავს რომ ჩვენ აი ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც 2 ან 5 წუთით ადრე არ შეგატყობინებს, შენ რა მოგივა. ეს იმდენად უეცრად ხდება ორგანიზმში, ეს ყველაფერი. თუნდაც ჰიპოგლიკემია, ჰიპოგლიკემიური კომა, თირკმლის წვავე უკმარისობა, ღვიძლის წვავე უკმარისობა, აი ამ შიმშილობის დროს, მაშინ როდესაც კეტოგენური, ესე ვთქვათ, პროცესები მიმდინარეობს. იმდენად სწრაფად შეიძლება განვითარდეს, რომ შემდგომში იმის უკან დაბრუნება ძალიან რთული
არის. ძალიან რთული კი არა, რიგ შემთხვევებში შეიძლება შეუძლებელიც იყოს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს მონიტორინგი მოხდეს. ეხლა რიგ შემთხვევებში კიდევ თქვა ცნობიერების ქონა პაციენტისთვის ამ დროს ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ადეკვატური ცნობიერება. იმიტომ რომ ამ დროსაც ისევე როგორც დამეთანხმება ქალბატონი ლალი დეკომპენსირებული დიაბეტის დროს მიმდინარეობს დიაბეტური ენცეფალოპათია იქ, მაგრამ აქაც მსგავსი პროცესი აი ამ კეტონური სხეულების გამო. შიმშილობა რომ გამოვრიცხოთ ემოციური ფონის თავისას მაინც აკეთებს. რა დროსაც პაციენტი არის ცნობიერი, მაგრამ შეიძლება რაღაცა გარკვეული საკითხები მას კონდეს ამოვარდნილი უკვე გონებიდან, გარკვეულ ქცევებზე კონდეს არაადეკვატური შეფასება, რაცაც ქალბატონმა ლალიმაც ისაუბრა, ხომ წარმოუდგენელი არის გარკვეულ სამსახურეობრივ რამის გეგმავდე, მაშინ როდესაც არ მუშაობ, არ იცი წინ რა გელოდება, ხო? ამ დროს აბსოლუტურად სხვა ფიქრები, სხვა გეგმები გაქვს ალბათ დამეთანხმებით, ხო? რთულია ეხლა ამ დროს ვთქვათ, გაიგო რა გეგმებზე ფიქრობს იქ, ხო? როდესაც შენ არ ხარ ამ მდგომარეობაში, მაგრამ ლოგიკურად ესე ჩდება. ამიტომ ნახეთ, იქ არა მხოლოდ ესე ვთქვათ ოჯახის ექიმის ამ შემთხვევაში, ან ზოგადი პროფილის ექიმის ანუ შეფასება, არამედ იქ უნდა მოხდეს სხვადასხვა სპეციალისტების მიერ შეფასება, ხო, იქ უნდა იყოს აუცილებლად ჩართული ნევროლოგი, რომელიც შეაფასებს მის სტატუსს, იქ აუცილებლად უნდა იყოს ფსიქიატრი ან ფსიქოთერაპევტი, რომელიც შეაფასებს მის ფსიქოემოციურ სტატუსს. ანუ აი ესე უბრალოდ შევხედეთ და ძალიან ბევრი პაციენტი არის ჩვენს ირგვლივ უკაცრავად, რომ შევხედავთ ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ კვლევების დროს შესაძლებელია ისეთი სავალალო დიაგნოზი დაისვას, რომ პრაქტიკულად მისი გადარჩენა ვერ ხერხდებოდეს. ამიტომ ვიზუალური დათვალიერება არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არის. ანუ ვიზუალური დათვალიერება შესაძლებელია იყოს შემდგომში, ყველა დაგვიფაროს ესე ვთქვათ ამ სიტუაციისგან, მაგრამ როდესაც ჩნდება გარკვეული ლაქები უკვე, რომელიც შინაგან პროცესებზე პასუხი არის რეალურად კანზე, ხო? ეს შეიძლება იყოს იგივე ნერვული იმპულსების გადაცემის შენელება, რასაც მოყვება კანის სტრუქტურის დაზიანება, კუნთოვანი ქსოვილის დაზიანება და სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ამიტომ თუ კანზე გამოიხატება და ვიზუალურად უკვე ეს მდგომარეობა, იქ ბევრად უფრო დაგვიანებული არის მდგომარეობა. ამიტომ ჩვენ ბევრს არაფერს არ ვითხოვთ რეალურად, ხომ? არ ვითხოვთ რაღაცა კვლელის ან რეციდივისტის თუ რაღაცა ტერორისტის გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვენ ვითხოვთ ერთი უკანონოდ დაკავებული ქალბატონის სამედიცინო მონიტორინგს, დაწესებულებაში გადაყვანაზეც არ არის ჯერ საუბარი. სამედიცინო მონიტორინგს, რომ მის ჯანმრთელობას და მის სიცოცხლეს არ შეექმნას საფრთხე. ძალიან დიდი არის სოლიდარობა საზოგადოების მხრიდან ყველა პოლიტპატიმრის რეჟიმის პატიმრის მიმართ და ახლა ამას კიდევ მზიას შიმშილობაც დაემატა და სოლიდარობა საკმაოდ დიდია. რამდენად მნიშვნელოვანი არის აი ამ მომენტში ექიმების, ასე ვთქვათ, გაერთიანება, პროფესიული გაერთიანება და რამდენად შეუძლიათ, რომ აი ამ თქვენმა კოლეგებმა, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინონ და მათმა ერთობამ რაღაცა შეცვალოს მზიას მდგომარეობა. მე ვფიქრობ, რომ ყველა პროფესიის ადამიანი არის ვალდებული, რომ დღეს ხმამაღლა ილაპარაკოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ ექიმებს რაღაცა კიდევ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს. განსაკვირველია. ჩვენ უკვე გვაქვს ამის პრეცედენტი, უნდა მოგახსენოთ, მე-13 თუ მე-4 დღე უკვე რაც დაიწყო ხელმოწერების შეგროვება და რამდენიმე ასეული, შეიძლება 1000-ზე მეტიც უკვე ხელმოწერა არსებობს და ყველაზე უფრო ტიტულოვანი, ყველაზე უფრო გონიერი და შემდგარი ექიმებისგან შედგება ისია, ეს ის კატეგორია ექიმებისა, რომლებსაც დგას დღეს ქართული მედიცინა. ასე რომ მათი აზრის გაუთვალისწინებლობა, მათი მოთხოვნების უგულებყოფა, ეს არის არ ვიცი მე მთავრობას სახედი რა დამარქვათ, მაგრამ მათი მხრიდან არის სრული განსაკუთრებული უგუნურობა. უგუნურობა და უპატიცემულობა და უპასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი ქვეყნის, ისევე ამ ექიმთა კოჰორტისა და განსაკუთრებით პირველ რიგში იმ პაციენტის მიმართ, რომლის ჯანმრთელობა
ჯანმრთელობაზე დგას ახლა ეს თემა და ჩვენ განვიხილავთ ყველა წუხორთ რასაკვირველია და რა ვიცი ყველა ვითხოვთ მის ჯერჯერობით თავისუფლებას ვითხოვთ მაგრამ თავისუფლებაზე გამოსვლამდე რაც უფრო თქვა შესაძლებელია და რაც პირველ რიგში ევალებათ მათ ამას გააკეთებდნენ ნებისმიერ სხვა პატიმრის შემთხვევაში ხო აი როცა პატიმრის რომელიმე რიგით პატიმრის ჯანმრთელობა უარესდება ის გადაყავთ ამბულატორიაში ეგრევე საბატყოფი ციხის საბატყოფოში ეგრეთ წოდებულში ხო რა დააშავა ქალბატონმა მზიამ ეს არის უმწეო არსება ქალი რომელიც უკვე მე-17 დღეა პრაქტიკულად წყლის გარდა არ იღებს არავის და დადასტურებულია რომ ის არანაირ ბიოდანამატს არ იღებს ჯანმრთელობის თქვა შემანარჩუნებელ რაღაცა გვერდით თერაპიას არ იღებს და ის თვითონვე აღიარა ციხის ადმინისტრაციამ რამაც აკეთებს და ხოლმე წყალზია და ეს წყალი მას მეტი თქვა უხანგრძლივებს რამოდენიმე დღის სიცოცხლეს მეც არა დანარჩენი დამოკიდებულია იმ მშრალ საკუთრებაზე, რომელსაც ის უნდა იღებდეს წესით და არაფერი ამის მაგორი არ ხდება. ამის უგულებელყოფა თვითონ ადმინისტრაციას არ შეუძლია, იმიტომ რომ ეს მართლაც ასია. აი იყო სხვა პატიმრების შემთხვევაში ხანდახან ამბობენ ხოლმე, რომ იქ რაღაცას აწლებენ, იქ რაღაცას იპარავს, რაღაცას თქვა თვალთმაქცობს. აქ ხო არავის არ მოეღება ენა იმის შესახებ, რომ ეს ქალბატონი მართლა არაფერს არ იღებს და მხოლოდ წყალზია და მეტი არაფერზე. ანუ როგორ შეუძლიათ მათ უყურონ ახლა ამ ადამიანის განლევას ისე რომ თვითონ არ მოუვიდა აზრა თავში რომ გადაიყვანონ ამბულატორიაში აი არ მესმის ჩემთვის არის სულად გაუგება მათი მხრიდან რომელსაც რაღაცნაირად თითქოს არ აქვს იმის სურვილი რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგან და რაღაცა დათმობაზე წავიდნენ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო რადგანაც თქვენი კოლეგა არის გიორგი ახობაძის მდგომ სიტუაციასაც რომ ყველამ ნახა რა მდგომარეობაში იყო ის გისოსებს მიღმა როდესაც მისი დედა იყო ძალიან მძიმე და ავად და მისი მკურნალი ექიმი იყო და მისი პატიმრობის დროს მისი დედაც დაიცვალა ეს ადამიანი ითხოვდა არაფერს ხო რომ ყოფილიყო მხოლოდ დედასთან ბინაზე არ გავიდოდა იქიდან უბრალოდ საშუალება ქონოდა რომ დედამისი არ დაეტოვებინა და მიეხედა თუნდაც სამაჯურით რატომ უკეთებენ ამ სამაჯურს ეს კიდე ცალკე ამბავია მაგრამ ზოგადად ამის საშუალებაც კი არ მიეცა მას სამწუხარო ფაქტი გახლავთ სწორედ ეს რომ აი ხა ვთქვათ საუბრობდით იმაზე რამდენად შეუძლია ექიმთა რაღაც კოლეგიას მსგავსი მოთხოვნების დაყენება და ჩვენ დღიდან დაწყებული აი ამ მშვიდობიანი აქციებისა ეს ექიმთა საზოგადოება ჩართული არის ამ ყველაფერში იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რომ აი ამ მშვიდობიანი აქციის დარბევა როგორ ხდებოდა და საჭიროება იყო და აუცილებლობა ადგილზე ექიმთა ჩართულობის ხო დამეთანხმებით და ამისთვის ჩვენ медპუნქტიც გვქონდა იქვე ადგილზე და ასე შემდეგ რომელსაც გვირბევდნენ წითელი კარავი წითელი კარავი რომელსაც გვირბევდნენ და აქ ყოველგვარ ესე ვთქვათ ზღვარსაც ხდებოდა ხო ჟურნალისტების და ექიმების ცემა დარბევა და ასე შემდეგ რაც არც ერთ ცივილურ თუ არაცივილურ ესე ვთქვათ ქვეყნებს შორის ომშიც კი არ ხდება ხოლმე შესაბამისად ჩვენ იმ დღიდან მოყოლებული ძალიან ბევრი პეტიცია შევქმნით ძალიან ბევრი მოთხოვნა დავაყენეთ სახელმწიფოსთან თუნდაც ვთქვათ შეწყვეტილი იყო მსგავსი ტიპის დარბევები ვქონოდა ინფორმაცია რა ტიპის ქიმიური არახს იყენებდნენ დარბევის დროს. ვქონოდა ესე ვთქვათ ინფორმაცია უკვე შემდგომში აყვანილი ბიჭების სამედიცინო მდგომარეობის შესახებ, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რამოდენიმე მომენტი, რა დროსაც სასამართლო დარბაზში მოხდა გულის წასვლა ერთ-ერთი, ხო? ესე ვთქვათ დატყვევებულის ასევე გვახსოვს მომენტები, როგორ მიათრევდნენ, ხო? სხვადასხვა დაწესებულებებში ამ ადამიანებს შესაბამისად შეუძლებელი არის იქ რაიმე ტიპის სამედიცინო ესე ვთქვათ შარება დახმარება არ ყოფილიყო საჭირო შესაბამისად არც ერთ აი ამ მსგავს ტიპის მოთხოვნაზე ჩვენ ნახეთ უარიც კი არა საერთოდ არანაირი პასუხი ანუ არის სრული იგნორი სრული რა ვიცი არა კოლეგიალური დამოკიდებულება აქაც თუნდაც იმ ადამიანებისგან ეხლა თვითონ სამინისტროს თავი ვინც არის საერთოდ სამედიცინო სფეროსთან არანაირი შეხება არ აქვს არც მის გვერდით მდგომ ეხლანდელ მოადგილეებს მე რამდენადაც ვიცი მაგრამ არიან იქ ადამიანები ვისაც რაღაცა გარკვეული შეხება თუნდაც აქვს სამედიცინო სფეროსთან იციან სამედიცინო ეთიკის გარკვეული წესებით რომელსაც აუცილებლად უნდა დაემორჩილონ ხო შესაბამისად მათგანაც კი ჩვენ არანაირი უკუ რეაქცია არ ვქონია შესაბამისად აი
დღესაც ვჭობდით გუშინ დღიდან უფრო სწორად აი ამ ქალბატონ მზიას მდგომარეობასთან დაკავშირებით და დავიწყეთ კიდეც როგორც ქალბატონმა ლალიმ თქვა ხელმოწერების შეგროვება. თუმცა აქაც რაღაცნაირად უიმედოდ ვართ მაინც მიუხედავად იმისა რომ აი თქვენ რო გადახედოთ ნამდვილად გვარებს თუ ვინ აწერს ამ რა ტიპის ესე ვთქვათ ექიმები აწერენ ქალბატონი ლალის ჩათვლით ხელს აი ამ ხელმოწერებს საქართველოში ანუ წამყვანი სპეციალისტები რომელთა გარეშე უბრალოდ საქართველოში მედიცინა ვერ არსებობს. ვერ არსებობს მედიცინა ვერც შემდგომი თაობისთვის, იმიტომ რომ ეს არიან ადამიანები, რომელთაც გაზარდეს თაობები, დღეს მათი დახმარებით ხდება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა პროტოკოლების შექმნა, მკურნალობის სქემების შექმნა და დახმარება ადამიანებთან და ჩვენ რუსულ კანონთან დაკავშირებითაც შეიძლება ოდნავ თემას გადავხვიო, მაგრამ სწორედ მსგავსი ტიპის წერილი ვქონდა შექმნილი. რატომ? იმიტომ რომ აი ეს დღეს რა თქვათ მიმართულებებიც არის განვითარებული საქართველოში სამედიცინო თვალსაზრისით, რის გამოც ნამდვილად არ ჭირდება ძალიან ბევრ პაციენტს საზღვარგარეთ წასვლა, აი ამ შეზღუდვებით ძალიან მალე დადგება ის მომენტი, როდესაც უბრალოდ ვერ მიიღებს ჩვეულებრივი მოსახლეობა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იმ სამედიცინო მომსახურეობას, რა სამედიცინო მომსახურეობის გაწევაც დღეს ჩვენ შეგვიძლია, ამათგან განსხვავებით, ანუ ვინც ჯერჯერობით ზის ზემოთ, იმიტომ რომ მათ თამამად შეუძლიათ, თამამად უკვე აღარ შეუძლიათ ევროპაში, მაგრამ ნუ სხვა ქვეყნებში, ესე ვთქვათ, წასვლა და სამედიცინო მომსახურეობის მიღება, ხო? ამიტომ ეს არ არის, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად ერთი პატარა პრობლემა და დღეს ქალბატონი მზია არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთეული, ესე ვთქვათ, რაღაცა ინდივიდი. ეს არის ძალიან დიდი რგოლი, ძალიან დიდი ჯაჭვი, რომელიც არა მხოლოდ ქალბატონ მზიას ეხება. აი მისი შემხებლობით ეხება აბსოლუტურად თითოეულ მოქალაქეს და აბსოლუტურად თითოეული მოქალაქე რამოდენიმე ხანში თუ ეს პროცესები არ დასრულდება, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავსი სიტუაცია. აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს აქ რაც დრო გადის ამაში უფრო და უფრო ვრწმუნდები, რაც დრო გადის. ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ აი მაგალითად შედარებები რაღაცა ადრეულ საუკუნეებში ტყვეებთან მონობასთან და გონია რომ ეს ადრე იყო და ეს არ მოხდება შეიძლება. აბა ხალხს როგორ აწამებდნენ. სიკვდილს შევადარე იმ დღეს, რომ ვიცით რომ ეს დღე დადგება ყველა, მაგრამ მაინც შენ თავზე როცა წარმოიდგენ, ფიქრობ რომ ეს მერე მოხდება როდესღაც და ეს ის მომენტია აი ამ ტყვეობას და პატიმრობას, რაც შეეხება რომ ნებისმიერ წამს შეიძლება ნებისმიერს დაატყდეს თავს. იმ პერიოდში ვთქვათ ის რაღაცა როზგი იყო, ხო, წამება იყო, ხეზე ჩამოკიდება იყო მიღებული როგორც დასჯა და დღეს დამშელობითი ხო არის სატუსაღო საპატიმრო, რომელშიც შესაძლებელია ვთქვათ დამნაშავე გამოკეტო, მაგრამ უდანაშაულო ადამიანის იქ მოხვედრა აბსოლუტურად ანალოგია არის ჩემთვის, როგორც ვთქვათ წინა საუკუნეებში წამების. ამიტომ აი ამ ორის ერთმანეთთან შედარება ან ასე ვთქვათ არ გაიგივება დღესდღეობით შეუძლებელი არის. ჩვენ რო ვიყოთ ამ დამპყრობლების ხელში, ვთქვათ მე-18 და მე-17 საუკუნეში, ამ შემთხვევაში ქალბატონი მზია, როგორც წამების ერთ-ერთი სახე კი არ იქნებოდა ვთქვათ ციხეში, არამედ იქნებოდა ხეზე ჩამოკიდებული ამათგან. ეს აბსოლუტურად ერთი და იგივე, ესე ვთქვათ, დაჟის მეთოდია. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. გამოთქვათ, რომ რაღაც პასუხი ექნება ამ ყველაფერს თქვენი კოლეგებისგან, რომლისგანაც ველოდებით რაღაც. მინიმუმ იმას მაინც მივაღწევთ, რომ გაგვაგებინონ რა პროცედურებს ატარებენ და ატარებენ თუ არა პროცედურებს. მაგრამ არ პასუხია, ისეთ ვითარებაში იმყოფებით, რომ ამ შემთხვევაში რაღაც პასუხისგებლობისგან თავის არიდებაც საქმეა, საქმიანი თვალსაზრისით რომ პასუხი გასაგებია. წარმატებები მინდა გისურვოთ. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს 3 საათზე სპეციალური საგამომძიებელ სამსახურთან იმართება მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია და არ ვიცი, რაც უფრო მეტი
იქნება აქცია და რაც უფრო მეტი იქნება ასე ვთქვათ საზოგადოების ხმა, იქნებ მოვახერხოთ და რამე შევაცვლევინოთ. სპეციალ საგამოძიებო სამსახურთან იმიტომ არის აქცია, რომ ამ სამსახურს კარლოკასტეს უწყებას მიმართეს იმისათვის, რომ ზიამაღლობელი ცნონ დაზარალებულად, ვინაიდან იგი არის დაზარალებული, მასზე პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წამების და არადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არის ეს ადამიანი, მას შემდეგ რაც დააკავეს, მასზე რამდენჯერმე გაიწია ბათუმის პოლიციის უფროსი ფიზიკური ანგარიშწორებისთვის და მეტიც სახეში შეაფურთხა და არ მისცა საშუალება საბერტყოში ესარგებლა და წყლის დალევის. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ვიცით, როგორც ელდები ინფორმაცია, მას ქრონიკული დაავადებებიც აწუხებს და კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომაც უწოდება ეს წამებას და არადამიანურ მოპყრობას. ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ Next Gen-დან დათო სამნიაშვილი შემოგვიერთდება, დაგვეულოთ.